მოგესალმებით. დღეს ვუღრმავდებით ერთ საკმაოდ მძიმე ამბავს, წყაროებს, რომლებიც გვიყვებიან ახალგაზრდა კაცზე, როდიონ რასკოლნიკოვზე, მე-19 საუკუნის პეტერბურგში. თქვენს მიერ მოწოდებული მასალებიდან ისეთი ატმოსფერო იხატება. წარმოიდგინეთ, მახრჩობელა სიცხე, ივლისია, ქალაქის საშინელი სუნი და ეს ყოფილი სტუდენტი, ფაქტობრივად შიმშილობს და ცხოვრობს პატარა რაღაც კუბოსმაგვარ ოთახში, საკუთარ თავს ელაპარაკება. დიახ, და რაც მთავარია, ეს ტანჯვა ხომ მხოლოდ ფიზიკური არაა. ეს წყაროები კარგად აჩვენებს მის შინაგან მორალურ კრიზისს. აი, ეს იდეა აქვს აკვიატებული არაჩვეულებრივ ადამიანებზე. თითქოს მათ, სხვებისგან განსხვავებით, უფლება აქვთ გადააბიჯონ მორალს, კანონსაც კი. ხო, და ეს იდეა, როგორც ვხედავთ, უბიძგებს ძალიან კონკრეტული საშინელი გეგმესკენ. სწორედ. მოხუცი მევახშის ალიონა ივანოვნას მკვლელობა და რა თქმა უნდა გაძარცვა. ესაა მისი, ასე ვთქვათ, იდეის პრაქტიკაში გამოცდა. და საინტერესოა, როგორ ემზადება ამისთვის, დეტალურად გეგმავს, ამზადებს რაღაც ყალბგირაოს, ყურადღება რო გადაიტანოს. კი. და მერე ნაჯახს იპარავს სახლის დარაჯის ოთახიდან. გარეგნულად თითქოს ყველაფერს აკონტროლებს. მაგრამ შიგნიდან წყაროები ხო აღწერენ მის შინაგან ბრძოლას. ერთის მხრივ რაღაცნაირად თავს არწმუნებს, რომ ეს დანაშაული არ არის. მართალია, თეორიულად ამართლებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეჭვები, შიში, ზიზღიც კი საკუთარი თავის მიმართ. ეს ყველაფერი ერთად ღრღნის. ინტელექტი და რაღაც ინსტინქტური შიში ეწინააღმდეგება ერთმანეთს. და მოდის დანაშაულის მომენტი. ძალიან დაძაბული სცენაა აღწერილი. კლავს ამ მევახშეს. ხო, ნაჯახით. მაგრამ მერე ხდება ის, რასაც არ ელოდა. მოულოდნელად ბრუნდება მისი და, ლიზავეტა. დიახ, ლიზავეტა. და რასკოლნიკოვი მასაც კლავს. ეს მეორე მკვლელობა უკვე დაუგეგმავია, სრულიად პანიკური. აქ მისი თეორია და კონტროლის ილუზია საბოლოოდ ინგრევა მგონი. ხდება რეალობის სისასტიკეს. ამის შემდეგ კი იწყება სრული კორსმარი. წყაროები აღწერენ ციებ-ცხელებას, პარანოიას, გაორებას. მალავს იმ ნაძარცვს, რაღაც ქვიშქვეშ ეზოში, მაგრამ შვებას ეს საერთოდ არ აძლევს. სულ ეშინია, რომ გასცემს თავს. კი, და პოლიციაშიც კი იბარებენ, თუმცა სხვა საქმეზე, მაგრამ იქაც კინაღა მიწყვება. და ის საუბარი ზამიოტოვთან ტავერნაში. ხო, სადაც თითქმის აღიარებს ყველაფერს, რაღაცნაირად ეთამაშება ამ აზრს. ზუსტად. და ამ ქაოსში შემოდიან სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები მის ცხოვრებაში. დედა და დუნია ჩამოდიან პეტერბურგში. დუნიას საქმრო, ლუჟინი. ესეც ცალკე თემაა. ცდილობს რასკოლნიკოვის დისკრედიტაციას. ხო, ლუჟინი წარმოადგენს ერთგვარ რაციონალურ, მაგრამ აბსოლუტურად უსულო ეგოიზმს, რაღაცას, რასაც რასკოლნიკოვი თეორიულად ებრძვის, მაგრამ თვითონაც. და რა თქმა უნდა, გამომძიებელი. პორფირი პეტროვიჩი. პორფირი. მათ შორის იწყება ეს ცნობილი ფსიქოლოგიური თამაში კატათაბოვანა. პორფირი ძალიან ჭკვიანია. კი, და როგორ იყენებს მისავე სტატიას იმ არაჩვეულებრივ ადამიანებზე მის წინააღმდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი ფიგურა ჩნდება. სონია მარმელადოვა. დიახ, სონია. ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძულებულია პროსტიტუციით ირჩინოს თავი და ოჯახი, მაგრამ რაღაცნაირად ინარჩუნებს წარმოუდგენელ სულიერ სიწმინდეს. ეს პარადოქსია. და რასკოლნიკოვი უცნაურია, მაგრამ სწორედ მას უმხელს თავი საიდუმლოს. მასთან პოულობს რაღაც ადამიანურს. კი, და ის ეპიზოდი, როცა სონია სახარებიდან უკითხავს ლაზარეს აღდგომის ამბავს, ძალიან ძლიერი მომენტია. უდალოდ. ეს არის იმედი ხსნაზე, სულიერ აღორძინებაზე. სონია ხდება მისი ერთგვარი სიმბოლო ამ გზის. ამავდროულად არის სვიდრიგაილოვიც, დუნიას ყოფილი მდევნელი, რომელმაც გაუგებარია როგორ, მაგრამ იცის რასკოლნიკოვის დანაშაულის შესახებ. ხო, სვიდრიგაილოვი თითქოს მისი ბნელი ორეულია. ისიც გადაბიჯების იდეით ცხოვრობს, ოღონდ სრულიად ამორალურად. და რასკოლნიკოვსაც სთავაზობს ერთგვარ გარიგებას, გაქცევას. ფსიქოლოგიური წნეხი პიკს აღწევს. პორფირი თითქმის ამხელს რასკოლნიკოვს, კუთხეში ყავს მომწყვდეული. მართალია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილია, ხდება მოულოდნელი რამ. სხვა ადამიანი მღებავი ნიკოლაი აღიარებს მკვლელობას,
კი, ნიკოლაი, რომელიც რაღაც სექტანტური იდეებითაა შეპყრობილი და ტანჯვის მიღება უნდა. მაგრამ პორფირიმ იცის სიმართლე. ის პირად საუბარში ერუბნება რასკოლნიკოვს, რომ ჯობია აღიაროს, მიიღოს სასჯელი და ტანჯვა. ეს ერთადერთი გზააო. და საბოლოოდ სონიას გავლენით და იმ აუტანელი შინაგანი ტანჯვით მიყვანილი, რასკოლნიკოვი მიდის პოლიციის გამყოფილებაში. კი, მაგრამ სანამ შევა, მანამდე მოედანზე მუხსი ყრის და მიწას კოცნის. ესეც ძალიან სიმბოლური აქტია. თითქოს ხალხის წინაშე ინანიებს, იღებს თავის წილს. აღიარებს დანაშაულს. დიახ. მას ციმბირში კატორღას უსჭიან, ანუ მძიმე სამუშაოებს გადასახლებაში. და სონია მას თან მიხვება. სონია მიიყვება. წყაროები აღწერს, რომ თავიდან კატორღაშიც კი რასკოლნიკოვი ისევ ამაყია, მოუნანიბელი სხვა პატიმრებისგან გაუცხოებული. მაგრამ იქვე არის მინიშნებაც ხომ, მომავალ ცვლილებაზე, მის შესაძლო აღდგომაზე. ნამდვილად. მინიშნება იმაზე, რომ სონიას სიყვარული და ტანჯვის ბოლომდე მიღება შესაძლოა გახდეს მისი სულიერი გარდაქმნის დასაწყისი. ეს პროცესია, რომელიც ეპილოგში იწყება. ეს მთელი ისტორია, რომელიც ამ წყაროებიდან ასე დეტალურად გამოიყვეთა, მართლა უამრავ კითხვას ტოვებს. აი, რა ზღვარს კვეთს ადამიანი, როცა დანაშაულს ჩადის? და რა არის ნამდვილი სასჯელი? ის, რასაც კანონი გიწესებს, თუ სინდისის ქენჯნა, რომელსაც ვერსად გაექცევი. და შესაძლებელია თუ არა გამოსყიდმა. აი, ყველაზე მძიმე დანაშაულის შემდეგაც კი. რასკოლნიკოვის თეორია არაჩვეულებრივ ადამიანებზე აშკარად დამარცხდა მის პირად მაგარითზე, მაგრამ ის კითხვა მაინც რჩება ჰაერში. ეს თეორია იყო თავისთავად პრინციპში მცდარი, თუ უბრალოდ თავად რასკოლნიკოვი არ აღმოჩნდა ის არაჩვეულებრივი ის ნაპოლეონი, რომლადაც წარმოედგინა თავი. საფიქრალია ნამდვილად. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, ამ მასალების გაცნობის შემდეგ? ეს ალბათ ის კითხვა, რომელიც მკითხველს რჩება.